როგორი რაღაცა იცი? სულ რაღაც 2 წლის წინ საზეიმოდ გამოგვიცხადეს, რომ კანონში შევიტანეთ ცვლილებები ბავშვებისთვის იკრძალება აზარტული თამაშების რეკლამა. მაგრამ ის კი არა, რომ ტელევიზიით აკრძალეს ბავშვებისთვის აზარტული თამაშების ტელევიზიით კი არა. ღონისძიებას ატარებენ ბავშვებთან მიდიან, პირდაპირ ბავშვებთან. ანუ ხო არის მაგალითად გარყვნილების პროპაგანდა. ერთია რომ ტელევიზორში ჩანს და მეორეა პრაიცს რო ატარებს ვიღაცა ბავშვებთან მიადგენ სკოლაში და რაღაც პრაიცს ატარ მოდით ბავშვებო გარყვნილება გასწავლოთ. ეგ ხო კიდე სხვა ხარისხია ამორალობის. ამას აკეთებენ ან ბავშვებს ეძახიან რაღაცა გასართობ ღონისძიებებში რაღაც კონცერტი, ანუ რაღაც კაზინო არის, რომელიც ბავშვებს ეძახის, აბოზარდებს ეძახის და ურეკლამებს აი ამ რაღაცა ღონისძიებით. ანუ რისთვის კეთდება იცი? ახალგაზრდა მომხმარებლები რომ აიმატონ და მაგ მოცემულობაში ვინც ხვდებით რომ ეგ პრობლემა არის, მაგ ხალხს მოგმართავთ ხალხო რა. არაფერი პრობლემა ქართულ ოცნებას მაგასთან არ აქვს. კი არა პოზიტიურად უყურებს მაგ მოვლენას და ვისაც პრობლემა გააქვთ მაგ თემაზე, მოგვეხმარეთ რომ ესეთ რაღაცეებზე ხალხის პოზიცია გამოიკვეთოს, რომ ესე არ შეიძლება.